მოგესალმებით ეთერშია სტასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიევა გაგაცნობთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტ შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას ყურადღება გამოხულდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, რასაც ხელს უწყობს მჭიდრო პოლიტიკური კავშირები. ამ კონტექსტში აღინიშნა საქართველოში გასულ წელს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის განსაკუთრებული მნიშვნელობა. მხარეებმა ისაუბრეს სავაჭრო, ეკონომიკურ და საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით არსებულ შესაძლებლობებზე. ხაზი გაესვა საქართველოში კომპანია Eagle Hills-ის ისტორიული 6.6 მილიარდი ამერიკული დოლარის მოცულობის ინვესტიციის მნიშვნელობას, ასევე აღინიშნა არაბთა გაერთიანებული საამიროების ინვესტიციით განხორციელებული თბილისის მშრალი პორტის პროექტის როლი და სხვა უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიების წარმატებული საქმიანობა საქართველოში. აღნიშნულია ინფორმაციაში. რასაც ვლაპარაკობდით მთელი ამ წლების განმავლობაში, იმავეს იმეორებს ახლა პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია. ევროკავშირის რეფორმირება სჭირდება სასიცოცხლოდ. იმედია თავის თავში იპოვის ამის ძალას. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ უნდა მოხდეს ევროპის რეფორმირება. მისი თქმით, ის, რაზეც ტრამპი საუბრობს, არის უარყოფითი ტენდენციები, რომელიც ევროპაშია. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ევროკავშირი თავის თავში იპოვის რეფორმირების ძალას. რეფორმირება სჭირდება ევროკავშირს, ეს ყველაფერი სჭირდება სასიცოცხლოდ. რამდენად იპოვის ამის ძალას ევროკავშირი და ევროპული ბიუროკრატია, ამას უკვე მომავალი დაგვანახებს, აღნიშნა ყობახიძემ. Eagle Hills-ის დამფუძნებელთან განვიხილეთ ის პროექტი, რომელიც არის უკვე განხორციელების ფაზაში. ძალიან მალე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები და მიმოვიხილეთ კიდევ ერთხელ ამ პროექტის კონკრეტული ასპექტები. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი. გარდა ამისა, ყობახიძის განცხადებით, ხვალსიტყვით გამოსვლა ექნება აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეული სამიზე, სადაც ძირითადი თემა იქნება ენერგეტიკისა და დაკავშირებადობის საკითხები. მისი თქმით, პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს პოტენციალზე ამ მიმართულებით. Eagle Hills-ის პროექტის სამშენებლო ეტაპზე 30,000 სამუშაო ადგილი შეიქმნება. სახელმწიფო ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება საგადასახადო შემოსავლების მობილიზება. საუბარია 3.5 ან 4 მილიარდი დოლარის ეკვივალენტზე. ამის შესახებ Eagle Hills-ის დამფუძნებელმა მოჰამედ ალ-აბარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ურბანული განვითარების ამგვარი პროექტი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას 5% შემატებს. ნიშანდობლივია, რომ მშენებლობის პროცესში 30,000 ადამიანი დასაქმდება, ანუ სამშენებლო ეტაპზე 30,000 სამუშაო ადგილი შეიქმნება. რაც შეეხება სამთავრობო სფეროში მიღებულ სარგებელს, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება საგადასახადო შემოსავლების მობილიზება. საუბარია 3.5 ან 4 მილიარდი დოლარის ეკვივალენტზე. ურბანული განვითარების ამგვარი პროექტი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას 5%-ს მატებს, როდესაც საუბარია მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელზე. სწორედ ეს იგულისხმება. ახლა უკვე სახელმწიფო მოხელე მაღალ თანამდებობებზეც კი სამჯერ დაფიქრდება, ვიდრე რაღაცაზე ხელს მოაწერს. ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ პალიტრანიუსისა და რადიო პალიტრას გადაცემაში საქმე განაცხადა, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებას გამოეხმაურა. როგორც გიორგი ქობულიამ აღნიშნა, საზოგადოებისთვის ნათელია, რომ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაკავება დეკლარაციის არასწორად შევსების გამო არ მომხდარა. მისივე თქმით, ქართული ოცნების ამ გადაწყვეტილებას მიესალმება და თulis, რომ კორუფციასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს დაკავება მაინც დაკავშირებულია იმასთან, რომ ყველას გვესმოდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში კორუფციულ გარიგებებზე. იყო ყოველთვის ეჭვები განცდა, რომ ეს ასია, მაგრამ ფაქტები არ ქონდა არავის. კორუფციული გარიგებები ბოლო წლების განმავლობაში იმდენად გავიდა კონტროლის ზონიდან, რომ ქართულ ოცნებას გამოსავალი აღარ რჩებოდა. თვითონ უნდა დაირტყა ამ თემისთვის, აცხადებს ქობულია. ივანიშვილი კრონოსივით საკუთარი შვილების ჭამაზეა გასული. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ პოლიტიკურ კანიბალიზმს. არაფერი კავშირი არ აქვს ამას კორუფციასთან. ეს არის ჩვეულებრივი ძალაუფლებისთვის მსხვერპლშეწირვა. ამის შესახებ ლელო ძლიერი საქართველოს აღმასრულებელმა მდივანმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ქართული ოცნების დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოსახლეობას დემონსტრაციულად დაანახა, რომ ის ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერზე წამსვლელია. ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა და მას სასჯელის სახით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. პროკურატურის განცხადებით, ღარიბაშვილს ასევე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით, ასევე ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თანხა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა პოლიციის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ბრალდებით 2000 წელს დაბადებული ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში მეტროსადგურს სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა დააზიანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ი მომხდარიდან მალევე ცხელყოლზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნათქვამია ინფორმაციაში. ეს ჰიბრიდული სტრატეგია, ეს ჰიბრიდული აგრესია, რომელშიც საქართველოს დღეს ცხოვრობს ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს რუსეთთან საერთო საზღვრების გარეშეც. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Global Europe ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. დღეს ეს ჰიბრიდული სტრატეგია, ეს ჰიბრიდული აგრესია, რომელშიც საქართველოს დღეს ცხოვრობს ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს რუსეთთან საერთო საზღვრების გარეშეც. რუსეთი თქვენ გცდით, როდესაც საქართველოს ცდის და ამაზე რეაგირება უპირველეს ყოვლისა ამ ჰიბრიდული საფრთხეების ადრე ამოცნობას ნიშნავს. სანამ ძირის გამოთხრა შეუქცევადი არ გახდება. საარჩევნო სამართლიანობა, მედია პლურალიზმი და კანონის უზენაესობა უსაფრთხოების იმპერატივები ხდებიან და ამაში უნდა დავინახოთ სოლიდარობა და ქმედება. საქართველოს ბრძოლა პერიფერიული არ არის ევროპის მომავლისთვის, ის გაფრთხილებაა. და თუ ევროპის საზღვრებთან დემოკრატიული უკუსulis ნორმალიზება შეიძლება რუსეთისთვის რაიმე ფასის გარეშე, მაშინ მისი განმეორება შეიძლება ევროპის საზღვრებში, განაცხადა ზურაბიშვილმა. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. საფრანგეთი გრენლანდიაში საკონსულოს ხსნის. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ნოელ ბარომ განაცხადა. მისი ცნობით გრენლანდიაში საფრანგეთის საკონსულო 6 თებერვალს გაიხსნება. ასევე ბაროს განცხადებით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გრენლანდიაზე ზეწოლა უნდა შეწყვიტოს. ნატოს სხვა წევრზე თავდასხმა ყოველგვარ აზრს მოკლებულია, ეს თავად აშშ-ის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯიც კი იქნება, აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ილონ მასკის SpaceX-ი ირანში მომხმარებლებს Starlink-ის თანამგზავრული სერვისის საშუალებით უფასო ინტერნეტს თავაზობს. ინფორმაციას CNN-ი ტექნოლოგიურ ექსპერტზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც Starlink-ის ირანელ მომხმარებლებთან კონტაქტში იმყოფება. ტექნოლოგიური არაკომერციული ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა აჰმად აჰმადიანმა განაცხადა, რომ ირანში Starlink-ის ანგარიშებს, რომლებიც ადრე არააქტიური იყო, ახლა კავშირი აქვთ და მათი სააბონენტო გადასახადი სამშაბათიდან გაუქმებულია. ეს არის შეაერთე და დააკავშირე, უბრალოდ მოათავსეთ სატელიტური ტერმინალი ისეთ ადგილას, საიდანაც ცის მკაფიო ხედი იშლება და მზად ხართ. განუცხადა მან CNN-ს. ცნობისთვის, კვირის დასაწყისში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ილონ მასკმა სატელეფონო საუბრის დროს ირანში Starlink-ზე წვდომის საკითხი განიხილეს. ირანის მთავრობა მოსახლეობას ინტერნეტზე წვდომა 6 დღის წინ შეუზღუდა. ირანის შიდა საქმეებში გარეთ ჩარებას ვეწინააღმდეგებით. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერმა მაო ნინმა განაცხადა. ჩინეთის საგარეო უწყების პრესპიკერმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ხელისუფლება გააფრთხილა, რომ თუთა ირანი დაკავებულ ირანელებს სიკვდილით დასჯის, მაშინ ამერიკა მკაცრ ზომებს მიიღებს. ჩინეთის საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის გამოყენებასა და მუქარას არ ეთანხმება, აღნიშნა მაო ნინმა. მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანელებს პროტესტის გაგრძელებისკენ მოუწოდა. ირანელო დემონსტრანტებო გააგრძელეთ პროტესტი, აიღეთ თქვენი ინსტიტუტები, დახმარება გზაშია, დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები, მომავალ შეხვედრამდე.